მოგესალმებით ხალხო, პირველ რიგში. ეს არის მეოთხე ლექცია One Model for Life-ის. და მინდა განახვდე ერთი რაღაც რა, როგორც იცით, ჩემთან Discord-ზე არის უფასო ჯერჯერობით live trading-ი. დღეს აი ეს ტრეიდი ავიღეთ. ძალიან მაგარი ტრეიდი იყო მართლა. SMT, displacement-ი, inversion-ზე შევედით და დავამიზნეთ სასაილიქვის, რომელსაც გუშინ უმიზნეთ, მაგრამ ტრეიდი არ მომცა რა. ყველაფერი ჩაგდებულია, 50 კაცის თვალ წინ იყო ეს ტრეიდი აღებული, აგე პროფიტები ჩაყარეს ბიჭებმა, ვინც გახსნეს. Discord-ის ლინკი აღწერაში იქნება და შეგიძლიათ შემოხვიდეთ რა. ახლა კიდე გადავიდეთ ჩვენს ლექციაზე. წინაზე აგიხსენეთ მე სტრუქტურა და PDRA და ეს რასაც ხსნი ხომ, შეიძლება დამწყებისთვის არა ეს რადგან დამწყებებისთვის აი აქ მაქვს YouTube private-ს გადმოხვალ ჩემ და Discord-ზე და უყურებთ ამ mentorship-ს რა. ეხლა დღეს უნდა ავხსნათ Power of 3 daily Suntel-ზე რა. ანუ ერთდღიანი Suntel-ი არის 24 საათიანი. მარტივად რომ გითხრათ. სადაც იკეთებს lows, highs და შემდეგ იხურება რა. გინდ ბულიში, გინდ ბერიში. საპირისპიროდ. ეხლა ამ daily Suntel-ში ხომ გვაქვს kill zone-ები. გარკვეული დროები, სადაც რაღაც სესიები იხსნება და ყველა სესიას აქვს გარკვეული დამახასიათებელი მოძრაობა. ეხლა რა სესიებია ვერ ჩამოთვალოთ რა. აზია. ვეწოდით. აზია, ლონდონი, ნიუ-იორკ AM-ი, ლანჩი და ნიუ-იორკ PM-ი. ეხლა აზიის დამახასიათებელი მოძრაობა, კონსოლიდაცია. ლონდონის დამახასიათებელი მოძრაობა, манипуляცია. ნიუ-იორკ AM-ის დამახასიათებელი მოძრაობა, დისტრიბუცია. ლანჩის დამახასიათებელი მოძრაობა არის აკუმულაცია, დაგროვება და ნიუ-იორკ PM-ის დამახასიათებელი მოძრაობა ან retrace-ი, ან continuation-ი რა. ეს არის pattern ჩათვალეთ. ეხლა ამ pattern-ს აიღებთ თქვენ და შემდეგ უნდა გადაანაწილოთ chart-ზე და ივარჯიშოთ რა. რადგან ამ pattern-ს ხომ არ განვიხილოთ დეტალურად. რა როდის რა ხდება რა, რადგან ჩემ mentorship-ზე დანარჩენი ინფორმაცია. ეხლა ნახეთ. გაქვს კონსოლიდაცია აზიაზე, თუ მარკეტი ბულიშია, ანუ ეს Suntel-ი, daily Suntel-ი, შენ თუ მოვლებ ბულიშია, გაქვს კონსოლიდაცია აზიაზე, გაქვს манипуляცია ლონდონზე, გაქვს დისტრიბუცია ნიუ-იორკ AM-ზე და შემდეგ თუ buy side liquidity აღებული არ არის, გაქვს continuation-ი და თუ buy side liquidity აღებულია PM-ამდე, მაშინ გაქვს retrace-ი. მიხვდით? ანუ ნიუ-იორკ PM-ზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება continuation-ი, თუ buy side liquidity არის აღებული და რაღაც point of interest არ შეეხო რა. ეხლა ჩვენ უნდა ფოკუსირდეთ რაზე, ხო? ჩვენ უნდა ფოკუსირდეთ ნიუ-იორკ AM-ზე, ანუ დისტრიბუციაზე, არ გვაინტერესებს დანარჩენი რა. 15 წუთიანზე გადავალ და განვიხილოთ ახლა მარკეტი. ნახეთ ახლა რა ხდება. აზია მოძრაობა ქონდა, სულ pattern-ულად არ არის როგორც გითხრეთ, კონსოლიდაცია, манипуляცია, დისტრიბუცია არა. კლიენტ, ასე ვთქვათ, high-დან low-მდე აკუმულაცია იყო, მოხდა манипуляცია, დაგვიტოვა SMT ამ high-ებზე, SMT, ვინც არის. შემდეგ ლექციაზე ავხსნი და შემდეგ დაიწყო დისტრიბუცია ამ sell-side liquidity-სკენ. ხომ რატომ დაიწყო sell-side liquidity-სკენ დისტრიბუცია, რადგან relative equal low-ები გვაქვს და sell-side liquidity რა, ვინც SMT არ იცით და ასე ვთქვათ, equal low-ები და მაგნიტური ზონები გადადით და მეორე mentorship-ი ნახეთ, რომელიც private არის. ეხლა აქეთ რას მოვით ხომ? დისტრიბუცია და displacement-ი SMT high-ებზე, retracement-ი feral gap-ში და დისტრიბუცია ხდება ხომ? ნიუ-იორკ AM-ზე. ეხლა ჩვენ რას ველოდებით? ჩვენ გვინდა სტრუქტურა და შემდეგ უნდა გავშორტოთ. ეხლა ნახეთ, retracement-ი short term high გაიგეთა, რომელიც გასვება, კიდევ გასვება. ეხლა ერთ წუთიანზე რომ ჩავიდეთ, ნახავთ. ნახეთ. გასვება, მოგცა displacement-ი და ის ტრეიდი, რომელიც გავხსენით დღეს live-ზე რა. აქ SMT დაგვიტოვოთ 5 წუთიანზე და დაიწყო დისტრიბუცია ამ sell-side liquidity-სკენ. რაც ძალიან მარტივი იყო. ეხლა რა შემთხვევაში არ ხდება ნიუ-იორკ AM-ზე? დისტრიბუცია. თუ წინა 4 საათიანს ქონდა დიდი მოძრაობა რა.
ეხლა ნახე, ძალიან მარტივია. შეხედეთ. ამ წინა 4 საათიანს, აი ამ წინა 4 საათიანებს რომ ქონოდა დიდი მოძრაობა, დაიღო ეს ლოუები, ხო? მაშინ მე აღარ გავშორთავდი, რადგან უკვე sell-side liquidity აღებულია და მარკეტს რესურსი აღარ ექნებოდა რეალურად იმის, რომ გაეგზელებინა ქვემოთ მოძრაობა რა. როგორც ახლა ამ შემთხვევაში იყო, შეხედეთ, წინა 4 საათიანს 6 AM-ის სანთელს ქონდა ძალიან დიდი მოძრაობა და გასულა sell-side liquidity რა. გუშინ live-ზე რო ვიყავ, ზუსტად ამას ვამბობდი. რომ მეთქი თუ clear, ანუ continuation-ი არ დავინახე, არ გავშორთავდქო და არ გამიშორთია რა, რადგან ვიცოდი უკვე chop-ი იქნებოდა. და რა ქნა მარკეტმა 10 AM-ზე ხომ გადავიდა, ასე ვთქვათ, accumulation, chop-ი გახდა რა, წინ და უკან მოძრაობა. და chop მარკეტზე გაჩერება კიდევ არის საიზღრობა რა. წარმოიდგინეთ ახლა აქ რომ trade-ში ხართ. გაგაწვალებთ და break even-ზე გამოგიყვანთ. ან კიდევ რაღაც დაგამინუსებთ რა, თუ არასწორი entry და stop loss-ი გაქვთ. რადგან წინა 4 საათიან სანთელს ქონდა დიდი მოძრაობა და მარკეტს ხომ ყოველ დღე და ყოველ კვირა აქვს რაღაც გარკვეული რესურსი და ყველა სესიაზე აქვს რესურსი. წინა სესიაზე თუ ამოწურა ეგ რესურსი ამ free market-ზე, ეს იმას ნიშნავს, რომ New York AM-ზე იქნება ცუდი მარკეტი. ეხლა აქ free market-ზე რომ ამოწურა ეს რესურსი და დიდი მოძრაობა ქონდა, ხომ? მოსაოდნელი იყო ის, რომ New York AM-ზე იქნებოდა უკვე ცუდი მარკეტი. ნახეთ. ამ შემთხვევაში გაილონგ. აი აქ, ხო? манипуляция, ლონგი, რადგან რესურსი არ იყო ამოწურული, რადგან აკუმულაცია იყო, ეს იგივე power of 3-ია რა. ეხლა ისეთი მარკეტი მინდა, სადაც რესურსი ამოწურულია და მარკეტმა არაფერი არ ქნა. ავიღოთ ეს. sell-side liquidity აღებული იყო ლონდონიდან free market-ამდე, ასე ვქოთ, დიდი მოძრაობა იყო, პატარა მოძრაობა გააკეთა 90-ის манипуляციამ და დაიწყო retracement-ი რა. რა ძალიან რთული იყო, რადგან წარმოიდგინეთ, sell-side liquidity აღებულია, აქეთ ქონდა ერთი ასაღები რა და მაგიტო გაიშორთა კიდევ. ესეც რომ აღებული ყოფილიყო, აღარ გაიშორთებოდა. როგორც კი ეს low აიღო, მოხსნა და ასე ვქოთ, გამოაგდო პოზიციიდან ხალხი, შემდეგ დაიწყო ეგრევე retracement-ი. აი ამ შემთხვევაში, ეს არის კარგი შემთხვევა, ნახეთ. დიდი displacement-ი ქონდა და high-დან low-მდე გაიჭედა მარკეტი რა. იქამდე გაიჭედა, სანამ ეს კონსოლიდაციის low არ გატეხა და შემდეგ არ დაიწყო ზემოთ მოძრაობა, მაგრამ რომც დაიწყო, ნახეთ, PM-აც კი ვერა იყო ეს, აი, მაინც გაჭედილი იყო. ამიტომაც დაბალბოთობიანი მარკეტი იყო რა. აი აქ ახლა, თქვენ თუ აქ ხართ trade-ში, აი აქედეთ უკვე trade-ს, აქ უკვე სისულელია trade-ის მოძებნა, რადგან sell-side liquidity აღებულია და continuation-ი რომ მოხდეს ეგრევე, ხომ? ძალიან რთული იქნება ამ ხელა displacement-ის შემდეგ. აქ საერთოდ რა ვიხა. აქ უკვე კვირის დღეებზეც არის, ასე ვთქვათ, კვირის დღეებზეც არის რა კვირის დღეა და მაგასაც გავუვით weekly profile-ს. ეხლა წარმოიდგინეთ რა, ლონდონს დიდი მოძრაობა ქონდა. free market-ზე ასე ვთქვათ, retracement-ი იყო, high resistance და New York AM იყო საზღვრობა რა, ანუ New York AM-ზე ფოკუსირდეთ. აქ ლონდონი ცუდი იყო, retracement-ი და continuation, ძალიან კარგი დისტრიბუცია მოხდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ New York AM-ი ცუდია რა. კვირაში 2 ტრეიდი, 3 ტრეიდი მუდამ გექნებათ. 1 ტრეიდი მაინც გექნებათ ძალიან კარგი. უბრალოდ მთავარი რა არის, ხო? მთავარია ის მოთმინება. რამდენად მოითმენთ, რამდენად მომთმენები ხართ მარკეტზე და თქვენ თუ მომთმენები არ ხართ, მარკეტი გასავით რომ უნდა იყოთ რა, სხვა გზა არ არის. ან კიდევ თავს დაანებებ ტრეიდინგს. მთავარია ის ერთი სეტაპი იპოვოთ, ის ერთი, ასე ვთქვათ, მაგალითი რომელიც გინდათ რა. კიდევ ერთს გეტყვით, ერთი დავალება გექნებათ. გადახედეთ free market-ი რა არის, ხომ? სესიის გარეთ მარკეტი. 7 საათიდან, 6 საათიდან აიღეთ. ხო, 6 საათიდან აიღეთ, 9:30-მდე რა. სადაც დიდი მოძრაობა იქნება, დაყავით, სადაც დიდი მოძრაობა იქნება. შეხედეთ New York AM-ი როგორ მოძრაობდა და სადაც პატარა მოძრაობა იქნება, შეხედეთ New York AM-ი როგორ მოძრაობდა რა. New York AM-ის დროები და ეხა სესიების დროები არ მithქვამს. ეს არის ICT kill zone-ი, შეგიძლიათ გამოიყენოთ, აი ეგ არის დროები. აზია არის New York-ის დროს აყენებთ სულ რა. New York-ის დროს. აზია არის 8 PM-დან 12 AM-მდე, ლონდონი არის 2 AM-დან 5 AM-მდე, 9:30-დან New York AM-ი 8:30-დან იწყება რეალურად Forex-ზე, მაგრამ ჩვენ futures-ზე ვიყენებთ 9:30-დან 11-მდე, ლანჩი არის 12-დან 13-მდე და New York PM-ი არის 2:30-დან 4 საათამდე. კიდევ ერთს გეტყვით. Midnight open-ი არის 12 AM-ი რა. აი აქ. Midnight open-ის ემოთ, როცა მარკეტი
ანუ ყოველი ახალ დღეზე 12 AM-ის ზემოთ როცა მარკეტი ის არის პრემიუმში და როცა ქვემოთ არის ის არის დისკაუნტში. ამიტომაც როცა ზემოთ არის კარგი გასაყიდი ზონა და როცა ქვემოთ არის კარგი საყიდი ზონა. მოკლედ დავალება გიქნებათ რომ ამ ყველაფერზე ივარჯიშოთ და წინა ლექციებზე რა და ეხლა თუ რაღაც გაფანტულად ჩანს, ნელ-ნელა შევკრო.